საღამოშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. რა გამოსავალი არსებობს შექმნილი ვითარებიდან. პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში მეტად გაჭიანურდა. წელიწადზე მეტი გაელია მუდმივ აქციებში, დაკავებებსა და დაძაბულობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო პარტნიორებთან. მოსალოდნელია, რომ ამ დღეებში სტრასბურგში შეკრებილი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. მოლოდინი სხვადასხვაგვარია დაწყებული ყველაზე უარესიდან, რაც შესაძლოა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხს უკავშირდებოდეს სხვადასხვა ფორმით საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის, დამთავრებული შედარებით უფრო ლმობიერ გადაწყვეტილებამდე, რაც კიდევ ერთხელ დათქმებით ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას გულისხმობს. დღეს გაკეთებული კომენტარები სტრასბურგიდან ტოვებს განცდას, რომ მინისტერიალზე შესაძლოა კიდევ ერთხელ დაისვას საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნის საკითხი. ქართულ ოცნებას, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში ერთხელაც არ წასულა კომპრომისზე, ბევრი პოლიტიკური სვლა აქვს დარჩენილი. მათ შორის ახალ არჩევნებთან ერთად პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გათავისუფლება, რითაც შეუძლია ევროკავშირიდან შესაძლო მისთვის ყველაზე დამაზიანებელი გადაწყვეტილებებიც კი აირიდოს თავიდან. ამ თემებზე ჩვენ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, სტუმრებთან ერთად, თუმცა არა მხოლოდ ამ თემებზე. თამარ ჩერგოლეიშვილი, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. თამარ, მოგესალმებით მათ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს სტრასბურგიდან დღეს გაკეთებული განცხადებების კვალდაკვალ. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომელიც დღეს განსჯის და განხილვის საგანი გახდა, რატომ გადაიდო ყოფილი პრემიერის ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი მთელი 2 თვით. მისმა უფლებადამცველებმა დაადასტურეთ კიდეც, რომ დამატებითი დრო მოითხოვა პროკურატურამ იმისათვის, რომ დამატებითი მტკიცებულებები მოიძიოს, არადა ამ ბრალს წარდგენილ ბრალს ამ საქმეში ღარიბაშვილი აღიარებს, რამაც კიდევ ერთხელ გაამყარა ეჭვი, რომ შესაძლებელია მის წინააღმდეგ სამხილებს სხვა საქმის, სხვა ბრალის წარსადგენად ეძებდნენ, რადგან ხშირად მოგვისმენია ვერსიები ოპოზიციისგან ქართულ ოცნებაში მიმდინარე შიდა დაპირისპირების თაობაზე. რას ფიქრობთ ამ შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა ვიხილოთ მილიონიანი გირაოს შემდეგ კიდევ ერთი ბრალი ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ? გამარჯობა, მივესალმები მაყურებელს, მადლობა შეკითხვისთვის. მე მგონია, რომ საქმე გაცილებით უფრო მარტივად არის, უბრალოდ უნდათ თავიდან აერიდონ აი სცენები, სადაც ბიძინა თავის ყურმოჭრილ მონებს სჯის, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ რყევებს იწვევს ოცნებაში და ამის გადავადებას ცდილობენ. რეალურად ისინი არიან ძალიან დასუსტებულები და საკუთარ მომხრეებს არ უნდათ რომ დაანახონ როგორ აჭრის თავებს პარანოიაში ჩავარდნილი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ყურმოჭრილ მონებს და მხოლოდ ამიტომ აიღეს პაუზა, რომ ეგება აი ამ პაუზის განმავლობაში პროტესტი ისე მოგუდონ, რომ ჯერ პროტესტი მოგუდონ და მერე დაიწყოს ბიძინამ გასუფთავება მოღალატეებისგან, მერე დაასრულოს მოღალატეებისგან თავისი რიგების გასუფთავება. დასჯის გადავადება და სხვა არაფერი. ჩემი აზრით უბრალოდ აი ეს სცენები მოარიდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდ იმას იწვევდა, ძალიან დიდ რყევებს იწვევს და ეს რყევები დაწყებულია ხა ის გადავადებით ამას ვერავინ ვერ გააჩერებს, ეს რყევები რაში ჩანს? ანუ არაერთი თვეა გვესმის ოპოზიციისგან, რომ ქართული ოცნება დასუსტებულია და სისუსტე გამოიხატება სწორედ აი ამ რაღაცა დრაკონული კანონების მიღებაში. ეს არის მხოლოდ ერთადერთი ნიშანწყალი ქართული ოცნების სისუსტის? არა, ქალბატონო ემა. აი რაში? არა, ანუ რაში გამოიხატება ოცნება, რომ დასუსტებულია პირველ რიგში იმაში, რომ კიდევ ერთხელ, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი კლანები გაუცხოებული არიან ქართული ოცნებისგან. გამოიხატება იმაში, რომ ოცნება არის სრულიად იზოლირებული და მარტო დარჩენილი დასავლური საზოგადოებისგან და არის რუსეთის პირისპირ. გამოიხატება იმაში, რომ აშხაბადი დარჩა ერთადერთ გეოპოლიტიკურ არჩევანად და ვეღარ ახერხებს სტრატეგიული ბუნდოვანების შექმნას. გამოიხატება იმაში, რომ თქვენ ახლა ახსენეთ, რომ არსენალში რაღაც იარაღები აქვს დარჩენილი, რომ ევროკავშირთან და ამერიკასთან არც კომპრომისზე ქართული ოცნება არ წასულა. არა, შეუძლებელი, იმიტომ არ წავიდა, რომ ხდება, რომ ურთიერთობას
ვეღარ გამოასწორებს. ანუ მან ავანსად უკვე მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამის შემდეგ ევროკავშირის გაბრიყვება ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ აუცილებელია ახალი არჩევნები იმისათვის, რომ საქართველოში ინსტიტუციებმა ისე დაიწყოს. ბოდიში, როდის ახალი არჩევნები რო არის აუცილებელი, მაგას ვიძახით 1 წელია და რას უნდა იმსახურებოდეს 1 წელია მაგას ვიძახით. რომ ახალი არჩევნები არის საჭირო. ანუ ჩვენი მოთხოვნა ახალი არჩევნები და რას ემსახურება, რას ნიშნავს. ანუ მაგას ვითხოვთ და იმისთვის, რომ კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ ვითხოვთ ახალ არჩევნებს ბიძინა ივანიშვილის კონტროლის გარეშე. აი ეს არის და ეს არანაირი ერთადერთი იარაღი, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს თავის არსენალში, არის რომ მართლა აშხაბადში პუტინის ზურგს უკან გადაწყვიტოს ამ ქვეყნის ბედი და ეს გაუვიდეს. ერთადერთი შანსი რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. სხვა მხრივ, მას ევროკავშირთან, ანუ ეხა როგორც ბელარუსს აქვს დალაგებული ამერიკასთან ან ევროკავშირთან ან როგორც რომელიმე სხვა ავტოკრატიულ ქვეყანას, ასე დალაგებას მე არ გულისხმობ, ანუ მე გულისხმობ იმ დალაგებას, საიდანაც ქართველი ხალხი იხეირებს, საიდანაც ქართველი ხალხი მიიღებს, ანუ საქართველოს ეროვნული ინტერესები მიიღებს ზიანს. ანუ ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი რესურსი, რომ დასავლეთთან დაალაგოს არის, რომ დასავლეთი უბრალოდ შეეგუოს იმას, რომ საქართველო არის დაახლოებით ისეთივე ქვეყანა და ისეთივე ისტორიული არჩევანი აქვს გაკეთებული, როგორც შუა აზიის ქვეყნებს, როგორც სხვა რომელიღაცა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას, რომელსაც არ აქვს პრეტენზია, რომ ის ევროპელი ერია, არ აქვს პრეტენზია, რომ მისი წინაპრები ევროპელები იყვნენ, არ აქვს პრეტენზია, რომ მისი წინაპრები რაღაცა ევროპული საგანმანათლებლო იდეების მატარებლები იყვნენ და ქვა იყო, ვთქვათ, მისი ისტორია ევროპული ცივილიზაციის მშენებლობაში. ეს ამბიცია ვისაც არ აქვს, რომელ ერებს არ აქვს. აი უბრალოდ აი იმ ერებში ჩავრჩეთ, ეს გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, როგორც სახელმწიფომ და ნუ მაშინ გასაგები ხარ, როგორც დადის მოთხოვნა არის ერთადერთი ბერკეტი, აი თქვენ მითხარით, რატომ გაგიკვირდაო და ჩვენს ხამოლოდინი ქონდა ხო დეკემბრის ბოლოს, როდესაც ევროპის საბჭოს წარმოადგენლები სტრასბურგში შეიკრიბებოდნენ, წესით უნდა ემსჯელოთ იმ ქმედით ღონისძიებებს, რომელიც ვიზა გქონდათ. არა, ეს ხო დაანონსებული იყო. თქვენ რა მოლოდინი გქონდათ, არ ვიცი, მაგრამ ჩემი მოლოდინი ის არის, რომ ამ ქვეყნის ბედი გადაწყდება ამ ქვეყანაში. მე ამას ვიმეორებ მანტრასავით რამდენი აქ მოდივარ და ვიმეორებ ყველა ეთერში და ყველა ლაივში საწმენდები. ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერენ ქართული ოცნების წევრებს, მათთან დაახლოებულ პირებს, ეს ვერ იმუშავებს. ადგილზე უნდა მოხდეს ცვლილება. ხალხო, ვიზები შეჩერებული აქვს ნაწილს. ის რა ქვია, ხაზინის სანქციაც ადევს. მოსამართლეები დასანქცირებულები არიან. 200 ასობით მაღალჩინოსანი, ჩინოსანი ოცნების არის დასანქცირებული. ეხლა არის ჯვერი ჩვენზე, ქართულ საზოგადოებაზე. თუ ჩვენ, ქართული საზოგადოება, ვიპოვით საკუთარ თავში ძალას, ვშობთ დემოკრატიულ ალტერნატივას, აღარ გავეკიდებით ხოლმე ბრმებს, იქ 4 ოქტომბერში იქნება ის, თუ სასამართლოების გადასაწვავად, თუ იქ რაღაცა, მოდი ეხლა ომის შიშის იგნორირება გავაკეთოთ და ჩვენ არ გავცეთ არაფერს პასუხი და ქართველი ხალხი თავისით მოგვაგებინებს არჩევნებს. თუ ჩვენ შევძელით, როგორც საზოგადოებამ და ავირჩიეთ ისეთი დემოკრატიული ალტერნატივა, რომელიც საქართველოს ინტერესებს და ქართველი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს და ეს ალტერნატივა ელაპარაკა დასავლეთს და ქართულ ხალხს ჩვენი სახელით, მაგ შემთხვევაში კი ყველაფერს გავიტანთ, გულსაც გავიტანთ. ბიძინა ივანიშვილი ეხლა დგას, არაფერი, ჩვეულებრივად ოჩო ფეხებზე დგას. და ეს გოლი რა არის? ანუ არჩევნები ბიძინა ივანიშვილის გარეშე, აი როგორ წარმოგიდგენიათ, შეგიძლიათ ძირითადი მონახაზი მაინც დამანახოთ, სად აორთქლდება ბიძინა ივანიშვილი ქართულ ოცნებასთან ერთად და ვინ ჩაატარებს არჩევნებს, რომელშიც თქვენც მიიღებთ მონაწილეობას. არ მიყვარს ხოლმე უცხო ქვეყნის მაგალითების მოყვანა, მაგრამ აი რა ვიცი მე სომხეთის ეს გახსოვთ, რა ქვია, ვთქვათ ცვლილება, დემოკრატიული ცვლილება, მთელი სომხეთის ქუჩები სავსე იყო ხალხით. ბულგარეთი გახსოვს უყურეთ? სავსე იყო ხალხით. ბევრი ხალხი როცა დადგება ქუჩაში. და ამ ხალხს ეყოლება დემოკრატიული ალტერნატივა, რომელიც მის ინტერესებს ემსახურება. და ამ დემოკრატიული ალტერნატივით შთაგონებული იყვირებს გადადექის, რეჟიმი გადადგება, იმიტომ რომ შეუძლებელია კობახიძემ და მდინარაძემ კიდე ერთი ისეთი ნიაღვარი აწიონ, რაც ნოემბერში და დეკემბერში იდგა და ეს ნიაღვარი გარდაულად დადგება. აუცილებლად დადგება, თუ ჩვენ შევძელით და მიმზიდველი ნორმალური დემოკრატიული ალტერნატივა შევქმენით, ავტოკრატებისგან თავი გავითავისუფლეთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ
სხვადასხვა გვერდზე გავწიეთ და კრისტალიზდით როგორც დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრი, რომელიც სხვადასხვა გემოვნების საქართველოს ამომრჩეველის ინტერესებს ემსახურება და მისი პირიდან როცა სიტყვები ამოდის, ეს სიტყვები ქართველ ამომრჩეველს ეხება და არა რომელიმე ბელაც, რომელიმე დონორს, ანუ ქართველი ამომრჩევლის გულში და გონებაში აღწევს და არა ემსახურება რომელიმე დონორის, ან ბელადის, ან კერპის გულის მხანას. კი ბატონო, ეხლა ორი მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, მდგენელი თქვით თქვენ ოპოზიციის გამარჯვების და ქართული ოცნების დამარცხების, ეს არის ბევრი ხალხი და დემოკრატიული ალტერნატივა. აღარ დავსვამ ამ რაღაცა გაცვეთილ შეკითხვებს, რომ ან ერთი სად არის, ან მეორე სად არის. უბრალოდ წლის ბოლოა და რეალურად შეგვიძლია პოლიტიკური თვალსაზრისით აი შევაჯამოთ ეს წელი. რამდენად ახლოს არის დღევანდელი ოპოზიცია ან იმასთან, რომ ღირსეული დემოკრატიული ალტერნატივა საკუთარი სახით დაანახოს ხალხს და შესაბამისად ბევრი ხალხის მობილიზება შეძლოს ქუჩაში. ბევრი ხალხის მობილიზებას ოპოზიცია უკვე ვახერხებთ ქუჩაში და ეს არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება პოლიტიკურმა ოპოზიციამ გააკეთოს. ამის იქით უკვე ბევრი ხალხი გამოდის თავისით და თვითდინებით. ანუ არც ერთი დემოკრატიული ოპოზიცია არც ერთ ქვეყანაში იმაზე მეტ ხალხს მობილიზებას ვერ გაუკეთებს პროცენტულად რა ვიღოთ, რასაც ჩვენ აი ახლა ეს 8 პარტია რო აქციებს ვაორგანიზებთ, ხალხი გამოდის ხოლმე. ის ნიაღვარი რაც ხდება ის ჩვენი ორგანიზებული არ არის და იმ ნიაღვარს ჩვენ არ დავაორგანიზებთ. შარშანდელი ვიდეო დავდე, 18 ნოემბერი იყო, შარშან ზუსტად 24 წლის და დაიტოვეში შემხვდებოდა სულ ეს ფრუსტრირებული პოსტები, რომ სად არის ხალხი, იმიტომ რომ 18 ნოემბერს და 20 ნოემბერს ჯერ კიდე რაღაც ცოტა ხალხი იყო, ხო, ქუჩაში, რავი, მე გავდიოდი აქციებზე, მაგრამ სადღაც 1000 კაცს თუ უკრებდა ხალხს ოპოზიცია. 28 ნოემბერს აი ესე ბუთქა, თითქოს ხო არაფერი ახალი ისედაც ვიცოდით რას საკეთებს, ხო? ეს არა ქვია მთავრობა. და ამდენი ხალხი დადგა ქუჩაში. ისევ დადგება ეს ხალხი ქუჩაში. ოღონდ ისევ უკვალოდ ჩაივლის ამ ბევრი ხალხის დადგომა, თუ არ არსებობს დემოკრატიული ოპოზიცია, რომელსაც ეს ხალხი რომელშიც ეს ხალხი რეჟიმს ცვლის. ხო და სად არის ჩამოყალიბების დემოკრატიულ ოპოზიციას რაც შეეხება არასოდეს არ ვყოფილვართ ასე ახლო დემოკრატიული სპექტრის ჩამოყალიბებასთან. რეალურად ეს ყველაფერი განპირობებულია არა იმით, რომ რაღაცა პოლიტიკოსები დაჭკვიანდრენ უფრო მეტად, ან რაღაც დაბრძენ. არა, დაკვეთა. ხალხი უკვეთავს ამას, ანუ ხალხი უარყოფს ავტოკრატიულ ოპოზიციას. ხაზარაძე განდევნილი ყავს პროცესიდან და ხაზარაძე ქუჩაში განდევნილი ყავს პროცესში. იქნებ პაუზა აქვს აღებული და არაკეთებს განცხადებებს. ვერ გამოდიან, აქციის ნაწილი არ არიან, პროტესტს უარყოფილი ყავს, პროტესტიდან გამიჯნულები არიან და პოლიტიკურ პროცესს ამ ქვეყანაში ქმნის პროტესტი. იმიტომ რომ საკრებულოში არიან და ვიცი რომ დადიან ქალაქ-ქალაქ ბიძინა ივანიშვილის კონვულსიები უკავშირდება ერთადერთ რამეს პროტესტს ქუჩაში. მეტი არაფერს. ანუ ყველა გადაწყვეტილება, რასაც ბიძინა ივანიშვილი იღებს, ყველა წარმატება, რასაც ჩვენ ვაღწევს, უკავშირდება პროტესტს ქუჩაში. აი ახლა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, რასაც ჩვენ დემოკრატიული ოპოზიცია დიდებულად გამოვიყენებთ. 20 ივნისთან დაკავშირებით. 20 ივნის რა დაიწყო? 20 ივნის დაიწყო ის წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენი იდენტობისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას უკავშირდება. 20 ივნის გაცხადდა, რომ რუსია ბიძინა ივანიშვილი მაშინ როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის თქმაში კომუნისტი რუსი ბოლშევიკი აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი გავრილოვი ჩასვეს, ხო? და მაშინ გამოჩნდა როგორ უსწორდება ბიძინა ივანიშვილი წინააღმდეგობას. ანუ ბიძინა ივანიშვილი არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და ეს დაადგინა ევროსასამართლოს დიდმა პალატამ, არღვევს ადამიანის შეკრების თავისუფლებას, ანუ მე-11 მოხდა ეს დაადგინა ევროპის დიდმა პალატამ და რაც მთავარია, აწამებს და არაადამიანურად ექცევა, ანუ მესამე მუხლის დადგენა დადგინდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი 5 წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ეხლა დასავლეთს ვაჩვენოთ და ძალიან დიდი მადლობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და ყველას, ვინც 6 წლის განმავლობაში ამ საქმეს მისდია, ბევრ გამთქვი და ახაც
გავიმეორებ, რომ ძალიან ძნელია, როცა ტაშს არ გიკრავენ, მაშინ შენ ბეჯითად აკეთო საქმე. როცა ყველას დაავიწყდა, შენ არ დაგავიწყდეს და გააგრძელო ეს საქმე და სამაგიეროდ ეხლა ეს გადაწყვეტილება რო გვიჭირავს 6 წლის თავზე. ეს გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას, რომ ავიღოთ შევისწავლოთ მთლიანად როგორ უმკლავდებოდა ეს რა ქვია, ივანიშვილი პროტესტს. შევკრათ кейსი. აი ამ кейსის საფუძველზე გავაკეთოთ კიდე ახალი კამპანია, ცოტა დავიბერნი, ნახეთ, ანუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სულ ცოტა, აგერ თქვენი ჩათვლით, 3 პოლიტიკური ძალა უკვე აპირებს გამოიყენოს სათავისოდ. ქართული ოცნება ამბობს, რომ ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომ გახარიამ დათხარა თვალები მშვიდობიან პროტესტის არის უტყუარი მტკიცებულება, რომ გახარიამ დათხარა თვალები მშვიდობიან და ნამდვილად უტყუარი ბოდიში დავასრულებ შეიძლება. უტყუარი მტკიცებულება არის ისიც, რომ მას შემდეგ რაც მან თვალები კარგად დათხარა იმას რა ქვია პროტესტანტებს მას მერე ის კაცი გახდა პრემიერი. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და კიდევ ერთხელ მერე გახდა პრემიერი. ანუ გახარიას თვალების დათხრა ივანიშვილისთვის პრობლემა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გახარია არის ოპოზიციაში. არა, უცნაურობა კი არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ჩვენება, აღიარებითი ჩვენება და არანაირი კითხვის ნიშანი არ არის ამასთან დარჩენილი, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აწამებს, არაადამიანურად ეპყრობს გამოხატვას არღვევს, შეკრების თავისუფლებას უზღუდავს დემონსტრანტებს და წინააღმდეგობაშია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან. ამის შემდეგ გაჩნდა უკვე ძალიან სერიოზული ეჭვები ქიმიურ მოწამულაზე. ხო, რომ ეს რეჟიმი ქიმიური იარაღს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. რასაკვირველია, უბრალოდ ზუსტად იმიტომ, რომ არსებობს გადაწყვეტილება, სადაც ნათლად არის ნათქვამი, რომ ამ რეჟიმმა მას შემდეგ რაც დემონსტრანტები აწამა, თვალები დათხარა, არაადამიანურად მოექცა, ეს დანაშაული არ გამოიძია, გამოძიება დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც გახარია ოპოზიციაში წავიდა. ხო, ბოდიში, მე უნდა დავასრულო ეს, რომ გაიგოს მაყურებელმა, ხო? ეს აჩვენებს ნათლად, რომ ეს რეჟიმი არც ქიმიური მოწამვლის საქმეს არ გამოიძიებს. ამიტომ საჭიროა საერთაშორისო წნეხი და აი ზუზარმაზარი ნიაღვარი, რომ დადგება ქუჩაში და წყლის ჭავლის მანქანა რომ გამოვა ქიმიური იარაღით ქართველი ხალხის დასაწამლად, ხო? შესაბამისი რეაქცია გქონდეს. ანუ ყველაფერს ჩვენ უნდა განვიხილოთ კომპლექსში. ერთი მხრივ გრძელდება პროტესტი, რომელიც აუცილებლად გადაიქცევა ნიაღვრად, ეს ერთი. მეორე, გრძელდება საერთაშორისო წნეხი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტი დღეს უკვე ჩვენ ხელში და ამას გამოვიყენებთ ყველა პლატფორმაზე და დემოკრატიული ოპოზიცია ამას გამოვიყენებთ ძალიან მოხერხებულად და მესამე, რაც ჩვენ გვჭირდება არის დემოკრატიული ალტერნატივის გამოკვეთა, ანუ იმ შინაარსის წარმოება და პოლიტიკურ პარტნიორებთან, დემოკრატიულ პარტნიორებთან იმ შინაარსზე საუბარი, რასაც შეიძენს ცვლილებები რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ. საკმარისია ეს ტრიადა შეიკრას. რეჟიმს ჩამოშლით. აი თქვენ სულ ამბობთ, რომ რაღაცა ეხლა მიდის თვითონ ამომრჩევლის მიერ ოპოზიციის გადარჩევის პროცესი. ესე ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ დემოკრატიული ოპოზიცია, ანუ შეგიძლიათ მითხრათ, აი კონკრეტულად რომელი პოლიტიკური ძალებზე მოვისმინე. გახარიას თემა ვიცით ახლა თვითონ პარლამენტშია და რეჟიმთან თანამშრომლობს, ხო? თანამშრომლობს რას ნიშნავს? ну, ლეგიტიმაციას აძლევს პარლამენტში ჯდომით, ანუ პარლამენტში რატო არ იყო აქამდე ლეგიტიმაციას არ მიცემო და ლეგიტიმაცია მიცა შევიდა, ხო? ანუ რატო იყო ბოიკოტში? ლეგიტიმაცია არ უნდა მივცე და ლეგიტიმური არ არის რეჟიმიო და როცა ეს ბოიკოტი გადაიფიქრა, ესე იგი ლეგიტიმაცია მიცა. თუმცა უმძიმესი ბრალი აქვს წარდგენილი 20 ივნისთან დაკავშირებით და ვერ დავასრულე, ანუ თვითონ პარტია ამბობს, ნიშნულობა არ აქვს. უმძიმესი ბრალი აქვს რუსეთიდან წარდგენილი საქართველოს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ ბიძინა მაინც იმას, რა ქვია, ფეხებს უთბილავს, ხო, პუტინს და ზურგს უკან მიჩანჩალებს და ჩმორია რუსეთის, ხო, ბიძინა, ხო, ეგეთია. ზუსტად იგივეა გახარიაც. მერე რა რომ უმძიმესი ბრალი აქვს, მაინც ბიძინას ჩმორია, მაინც შეიყვანა ეს ხალხი პარლამენტში, მარტო იმიტომ რომ თვითონ გაქცეული ხო, იმიტომ რომ ხდალი კაცია. ხდალი კაცია შეშინდა. რეალურად, ანუ ვინ გასაბრძანება. რას დაასახელებს ეხა როცა ბრალი წარუდგინეს. რაღა აზრი აქვს რას დაასახელებს. პოლიტიკური აზრი ყოველთვის აქვს, აზრი არ აქვს, მის სიტყვებს არანაირი ფასი არ აქვს, ეშინია დასახელებისაც. ეშინია დასახელებისაც, ანუ არარაობა. არარაობა ჩვეულებრივი გაიქცა, ბრალი წარუდგინეს, ჯერ ხო აი ეს ყველაფერი შეასრულა. მერე გაიქცა.
და ახლა პარლამენტში შეურეკა ის ხალხი და იქ რაღაცა ლეგიტიმაციას აძლევს. თუმცა ამითი ლეგიტიმაციას ვერ იღებს. ლელო და გახარიას პარტია თავისთავად გამოვრიცხეთ, ვინ დარჩა ვინც თანამშრომლობს გამოირიცხა ამ დემოკრატიულ ოპოზიციაში. ერთი წუთით ნაციონალური მოძრაობის საკითხი მაინტერესებს ამ შემთხვევაში ძალიან. არც ერთი ავტოკრატიული ძალა, არც ლელო, სადაც ხაზარაძეც ყვეთს ყველაფერს, ანუ ხაზარაძე თუ დაუკრავს მაზურკას იცეკვებს კუპრავა, თუ დაუკრავს შალახოს იცეკვებენ, ანუ არც ერთი ავტოკრატიული ძალა, არც ლელო, არც ნაციონალური მოძრაობა, სადაც ვერ შეუგნიათ ჯერ კიდე თანასწორი პარტნიორობა რას ნიშნავს საერთოდ და რას ნიშნავს წესიერად მოქცევა თანასწორად ისინი ლაპარაკობენ. გასაგებია ზუსტად ეგ არის, მშვიდობაზეც ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მეც ლაპარაკობს, მაგრამ ყველაზე დიდი მსხვერპლისთვის ბიძინა ივანიშვილი გვწირავს, ხო? ეგ არის ყველაზე მეც ვინც ლაყბობს, ის უკარგავს შინაარს მე ამ სიტყვას, ის ერთობა, რაზეც ნაციონალური მოძრაობა ლაპარაკობს, არანაირ შინაარს არ ატარებს. ეს არის უბრალოდ მიშას თაყვანის ცემას ითხოვენ. რომ ჩვენ ყველანმა ყველამ ერთად თაყვანი ვცეთ მიშას. ეს არის მათი ერთობა. მეტი ერთობა გქონდა. არა, ბოდიში, ერთობა გქონდა და თიკაბოკუჩავა იქ იჯდა. ლევან ხაბეშვილს თუ პრეტენზიები აქვს თავის პარტიასთან არკვიოს და თავის ბელადთან არკვიოს და თიკაბოკუჩავასთან არკვიოს, რომელიც იჯდა რვიანში და მისი პარტია იმას ვერ აკონტროლებდა თავის პარტიაში, რომ დისკრედიტაცია არ მოეხდინა იმ პროექტშიც, რაშიც თვითონ იჯდა. თუმცა მისმა თანაპარტიელებმა ჩვენ ეს არ გვეხება უგულისხმობ განცხადებას, არარაობები არიან, არაფერს არ განასახიერებენ, მართლა არ ეხებათ, მათ სიტყვას წონა არ აქვს, ბიშას მოელანდა, მიშას მოუნდა ეგ 4 ოქტომბერი და ესენი არიან არარაობები. რა არარაობებიც არიან, იმ არარაობებად ჩააგდო და გადაურბინა თავზე. და ახლა უწევს თიკაბოკუჩავას თავის მართლება. იმაზე რაც მიშა სააკაშვილმა გააკეთა მაშინ, როდესაც მაგ პარტიის თავმჯდომარე ქვია. თავმჯდომარე და მის სიტყვას ჩალის ფასი აქვს თავისივე პარტიაში. გადასაწყვეტი ხომ არ არის აი ამ ოპოზიციური დემოკრატიული ფლანგიდან მე ჩემი გადასაწყვეტი არა, ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის ამომრჩეველი მისცემს თუ არა ნაციონალურ მოძრაობას ხმას. ჩვენი ბოდიში, არათუ ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ჩემი დაფუძნებული მედია აშუქებს ნაციონალურ მოძრაობას, ჩემ დაფუძნებულ მედიაში ნებისმიერ პროექტში ეძახიან ნაციონალურ მოძრაობას და კითხვას უსვამენ და პასუხისგაცემას თხოვენ, ანუ კი არა, კენსელებენ. ჩემივე ის რა ქვია, დაფუძნებული პარტია ნაციონალური მოძრაობის უფლებებს რო ლახავს, ან რომელიმე ხმას კი არის დემოკრატიული შემოხედა ემა თუ მომისმენ, გაიგებ. შეხედა კარგად მომისმენ. მე როდესაც პარტნიორობას ვიწყებ ამასთან, პოლიტიკურ პარტიასთან, ან სამოქალაქო ორგანიზაციასთან. მე ვიღებ ამ პარტნიორობაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ვერ მეყოლება ისეთი პარტნიორი, რომელიც ელემენტარულ დემოკრატიულ წესებს პატივს არცემს და როდესაც ჩვენ რაღაც გზას ვადგებით და ეს გზა სწორი გგონია და იქ გვიზის მაგ პარტიის თავმჯდომარე, ამ პარტიის ბელადმა გარედან წიხლები არ უნდა ურტყას იმ გზას და იმ გზის დისკრედიტაცია არ მოახდინოს, მარტო იმიტომ, რომ თვითონი ყურადღების ცენტრში არ არის. ანუ ეს არ არის პარტია. ეს არის რაღაც, არ ვიცი მე, ტომი, რომელსაც ყავს ბელადი. და ამ ტომის წევრებს საერთოდ საქციელი არ გააჩნიათ, ანუ თავის თავს არ ეკუთვნიან. აქედან გამომდინარე ნებისმიერ პარტნიორობას დააზიანებენ, სადაც ცხვირი არ უნდა შემოყონ იქამდე, ვიდრე რქები არ მოტყდებათ. მაგასაც ხაზარაძესთან, ანუ ამ საქმეში მუდმივი მტრები და მეგობრები არ არსებობენ. ყველაფერი არის საქციელზე. თუ რქებს მოიტეხავენ, ხაზარაძეც და მიშაც, გაიაზრებენ, რომ არაფრით საერთოდ ჩვენზე მეტნი არ არიან. და ამ დათქმით შემოვლენ პარტნიორობაში, მე შესაძლებელიც არის, რომ რამე გამოვიდეს აქედან. იქამდე ნებისმიერი პარტნიორობა დემოკრატიულ და ავტოკრატიულ ძალებს შორის არის პარტიმისთვის, კრახისთვის განწერული. ჩვენ არავის არაფერს არ ვაძალებთ და თავს ჩვენს წარმოდგენებს არ ვახვევთ. ეხლა ნაცები რო არიან გამომდგარები და გიგი წერეთელს ეხვეწებიან, ჩერგოლიშვილი გაწიო, როგორ უნდა გამწიოს, ხო არის გიგი წერეთელმა. მაგრამ ბოდიში, ჩვენ არავის არაფერს თავს არ ვახვევთ.
ევროპული საქართველო იქნება, გირჩი იქნება. გიგი წერათავს. იმიტომ ხომ არა რომ აი ამ ოპოზიციურ შვიდიანში თქვენ ყველაზე ისეთი რა ვიცი, ხურვალე მოწინა ღია, მოდი ასე ვთქვათ, ღია დაპირისპირებაში ხართ რაც მე არავის არ ვთხოვ ჩვენთან ყოფნას. მე ერთობას ვაბავ ჩვენ სამომრჩეველთან. რომელ პარტიასაც უნდა, რომელ დემოკრატიულ პარტიასაც უნდა ჩვენთან თანამშრომლობა და უნდა ჩვენთან ერთად საერთო პროექტების გაკეთება და თვლის რომ ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა შეგვიძლია საერთო საქმეში, ჩვენი პირობა არის ეგ. არავის თავს არ ვესხმით მაგის გამო, არავის თავს არ ვეხვევით, არავის არ ვეხვეწებით ჩვენთან ერთად ყოფნას. ჩვენი გზა არის ეს გზა არის სწორი, ეს გზა მივა ფინიშამდე. ვისაც უნდა ეხა ამდენი ხანი რომ გვისმინა და მიხვდა რომ ესე იგი არ გვეშლება რაღაცები და იმიდან რა ქვია 10-დან 10 შემთხვევაში რომ მართლები აღმოჩნდით, ხო? ან წავალთ ერთად ამ გზაზე და მივალთ მალე ან ჩვენ წავალთ ამ გზაზე და მიივალთ, ოღონდ ისე მალე ვერ მივალთ. აი ეს არის და ეს მეტი არ ვთანო. ჩვენ არავის არაფერს არ ვაძალებთ, არანაირად ლევან ცუცქირიძეს მე არ ვეუბნები ვისთან ითანამშრომლობს, ვისთან არ ითანამშრომლობს. შენ ვისთან ერთადაც გინდა ითანამშრომლე, მაგრამ ჩემთან ერთად ერთობლივი პროექტი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად არ გამოგივა უბრალოდ. ეს არის და ეს არის. არც ნაციონალური მოძრაობის ცალკეულ პოლიტიკურ წევრთან, თქვენ თქვენ ვისაც უნდა შეუძლია გაიზიანოს თქვენი შეხედულებები. ნაციონალურ მოძრაობაში ყველა არის ნული. მიშას გარეშე ნულებო, ხო გახსოვთ როგორც გვანო, მიშამ მიაღწია მაგას თავის პარტიაში, რომ იმისთვის რომ მან არის ეჭვიანოს, რომ მის ბელადობას რამე საფრთხე ექნება, მის გარშემო ყველა უნდა იყოს ნული. არარაობა. ესეთი პარტია შესაბამისად ცალკეულ პირებთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არარაობები არიან ასეთად შექმნა იმ სისტემამ, რომელიც მიშამ დააფუძნა 2016 წლის მერე, როდესაც გიგაბოკერია დამარცხდა მასთან ნაციონალურ მოძრაობაში და მისი პარტია გაიყო. მას მერე ეს პარტია მიდის განულების თვითდესტრუქციის გზაზე საკუთარ ბელადთან ერთად, იმიტომ რომ ამ პარტიის სხეული ბელადის სხეულია ჩათვალეთ და როგორც ბელადი ინადგურებს ზუსტად ისე ნადგურდება პარტიაც. აი ბოლო 4 წლის განმავლობაში რომ მკითხოს ვინმე, რატომ 4? 2020 წლიდან ალბათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რა იყო ოპოზიციაში ყველაზე ისეთი ყბადაღებული თემა? ერთიანობა. ფიქრობთ რომ აი ამ ყველაფრის შემდეგ, აი როგორც ახლა თქვენ ჩამოაყალიბეთ და დაალაგეთ და როგორც წეგამ თქვენ შემოსაზღვრეთ დემოკრატიული ალტერნატივის საზღვრები და თქვით რომ თუ კი ვინმეს უნდა გადმოაბიჯოს ამ საზღვარს და ჩვენთან ითანამშრომლოს, მაშინ კონკრეტული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და ვიზა უნდა აიღოს, ხო? ევროკავშირში რომ ბიძინა ივანიშვილი შევიდეს, რაღაც მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, ხო? ევროპული ტიპის პარტნიორობაში რომ ბიძინა ივანიშვილმა თავი ამოყოს, იქ უნდა შესაბამისად დანაჩანგლით ჭამა უნდა ისწავლოს, ხო? იგივენაირად არის, თუ უნდა ევროპული ტიპის პარტიების კოოპერაციაში თავი შემოყოს ხაზარაძემ და ბიძინა ივანიშვილმა, კი არა თუ იმან რა ქვია, მიშა სააკაშვილმა უბრალოდ წესებს უნდა შეეგუონ, იმ წესებს უნდა შეეგუონ, რა წესებსაც ბიძინა უნდა შეგუებოდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, მაგრამ აი ავანსად რომ მიცეს კანდიდატის სტატუსი, მე ესე მოიქცნენ. ზუსტად იგივენაირად მთავრდება ავანსად მიცემული ნდობა ნაციონალური მოძრაობისთვის, ხო აგერ შემოუშვით რვიანში თიკა ბოკუჩავა. და ის ვერ მოახერხა, რომ რას გზაზეც თვითონ მიაბიჯებდა და სწორად თვლიდა. იმ გზისთვის მისივე თანაპარტიელს სიხლები არ ერტყა და შეურაცხყოფა არ ეყენებინა. ანუ ფიქრობთ რომ ხაბეიშვილის გზავნილი ციხიდან პირველ რიგში საკუთარ თანაპარტიელებს ეკუთვნოდა? ერთმანეთს ეჩხუბებიან შიგნით, რა ჩერგო საერთოდ. თავს მიხედონ ჯერ შიგნით. ერთმანეთში გაერკვნენ, მაგრამ ერთმანეთიც არ არსებობს, ხო? არაფერი არსებობს მიშა. დამთავრდება 2026-ში საუბრები ერთობაზე, ერთიანობაზე. პირიქით ახლა იწყება ერთობაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს იქნება ერთობა, რასაც მივაღწევთ დემოკრატიული წესებზე დაფუძნებული, სამართლიან თამაშის წესებზე დაფუძნებული ერთობა იქნება რეალური ერთობა. ისევე როგორც მშვიდობა, რეალური მშვიდობა იქნება ის, რასაც რეჟიმის ცვლილების შემდეგ დასავლეთში ინტეგრაციით მივაღწევთ. ერთნაირ ძალებთან გვაქვს ხალხო საქმე, სიტყვებს მნიშვნელობები აქვს გამოცლილი. როგორც
როგორც ბიზნეს მშვიდობა არ ნიშნავს არაფერს გარდა მისთვის ძალაუფლების შენარჩუნებისა, ზუსტად ისე მიშას ერთობა არ ნიშნავს არაფერს გარდა მისთვის პირველობის შენარჩუნებისა. ბოლოს მინდა კითხოთ ელენე ხოშტარიამ დღევანდელ წერილში თქვა რომ ახლა შეტევის და ბრძოლის დროაო, ანუ აი არის რაიმე ამ სიტყვებში ხელჩასაჭიდი გულისხმობ კონკრეტულ გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებულ გეგმას. კი, როგორ არა, ვაკეთებთ და ელენესთანაც მაქვს მე კომუნიკაცია. რამდენადაც შესაძლებელია ციხეში რომ კომუნიკაცია გქონდეს. ანუ ამას ვაკეთებთ დემოკრატიულ წესებზე დაფუძნებულ პარტნიორობას კიდევ ერთხელ ფრთხილად და იქ შეთანხმებით, სადაც ვთანხმდებით და იქ გაყრით, სადაც ვერ ვთანხმდებით, რომ არ ვაწვებოდეთ ერთმანეთს, რომ მოდი ახლა შენ ჩემთან ერთად იყავი ამ საქმეში, არა ჩემთან, მე მოღალატე რო ხდები და თან ერთობა რო გინდა და თან რომ მოღალატე ხარ თუ ერთობაში არ ახარ და ანუ საგიჟეთი, ხო? ანუ პირველი ეს მეორე დემოკრატიული შინაარსის შექმნით, რომ ჩვენ განათლების მიმართულება იქნება თუ მართლმსაჯულება, ადამიანებმა იცოდნენ, ხმაური ესმოდეთ იმაზე, რა მოხდება რეჟიმის ცვლილების შემდეგ და ამაზე ერთობლივად მუშაობთ. მესამე რაც არის, გვინდა რომ საგარეო ფრონტზე აი ეს ევროპული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება BBC-ის ფილმის კონტექსტი და მერე შემდეგ რეჟიმის რეაქცია ამ ყველაფერზე და უშუალოდ თვითმხილველი, იმიტომ რომ ჩვენც ხელი ხაზზე მუშაობს, ხო იცით და იქ შემოდის მასალა და სხვა ორგანიზაციებიც მუშაობენ, NGO-ები. სხვა შორის ერთ-ერთი იდეოლოგიურად მკვეთრად განსხვავებული NGO დაკავშირდა ამ ცხელი ხაზისგან ზუსტად და აქ კოლაბორაცია გამოგვივა. მე მგონია რომ აი ეს თემაც როგორ უმკლავდება, ანუ რეჟიმი რომ რეალურად დიდად არ განსხვავდება იმისგან, ანუ იმ ავტოკრატიული რეჟიმებისგან, რომელსაც გაცილებით უფრო მძიმე სანქციები ადევს დასავლეთისგან, ხო? ანუ აი ეს თემა და ეხა სანამ რეჟიმი არ შეიცვლება, ბუნებრივია ვერაფრის გამოძიებას ვერ მივახცევთ, ვერაფერს ვერ მივახცევთ. უბრალოდ ჩვენი ამოცანა რა არის, რომ შემდეგი ნიაღვარი რომ დადგება, ვერ დაგშალონ და ხალხმა იცოდეს რა ელის სალომე ზურაბიშვილთან კარგად თანამშრომლობთ? სალომე ზურაბიშვილთან, ანუ ვაგრძელებთ ჩვეულებრივად იმ თანამშრომლობას, რა თანამშრომლობაც დავიწყეთ, რომ და არ უნდა გადახვიდეთ რაღაცა შემდეგ ეტაპზე, შემდეგი ეტაპი დადგება მაშინ, როდესაც ტრანზიციის გუნდის შექმნა გახდება საჭირო იმისთვის, რომ გარდამავალ ეტაპში თავისუფალ არჩევნებამდე მივიდეთ. იქამდე არანაირი ეტაპები აღარ არის, იქამდე არის პოლიტიკური პარტიების ლიდერები გამოიკვეთებიან პოლიტიკური არჩევნებში გასვლას ვაპირებთ, მათ შორის არის სამუშაო, ყველაზე მეტი რომ მოდი გავარკვიოთ, რაზე ვთანხმდებით, პირველ 100 დღეში რას ვაკეთებთ. მოდი აი ამაზე ჩამოვყალიბდეთ. მაგალითად აი ეს გავარკვიოთ დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიებმა. არა გაგჭირთ. ვყალიბდებით მაგაზე. და ნასაუბრები უკვე გვაქვს მაგაზე პირველი 100 დღის გეგმაზე და ჩამოვყალიბდებით. თავარია რომ აი ეს მეგალომანიაკები მოვიშოროთ, რომლებიც აი უსაფრთხოებაზე რო ლაპარაკობ, ან არ ვიცი განათლების რეფორმაზე ლაპარაკობ, იქიდან ვიღაცა რომელიმე ბარამიძე გიკაკუნებს, მიშაზე ის რატო თქვი, მიშაზე ეს რატო თქვი და ვერ უხსნი რომ ეს ქვეყანა გაცილებით დიდია ვიდრე მიშა. ჩერგოლეიშვილი გაწიეო 7-იანიდანო. ვის არ ურეკავენ რაღაცას წვალობენ, ხო სულ კიდე ვის ურეკავენ? ანუ პირველ რიგში ალბათ კოალიცია ცვლილებების პარტიის ლიდერები თავიანთი საქმე, ანუ მე არავის იგი უფრო ადრე იყო მათ თანაგუნდელი. ჩემ გვერდით მეძალით არ ვიჭერ. არავის, ვინც უნდა წაიყვანონ. მაქსიმუმ იმას მიაღწიოს, რომ ჩემ გვერდზე აღარ იყოს ის ხალხი თორე. მე საიდან უნდა გამწვიონ, ანუ ვინ დამსვა ამ ადგილზე, რომ მე ვინმე გამწვიოს, ხო? ჩემით მოვედი აქამდე, ყველასთან დაპირისპირებული. აბსოლუტურად. ვისაც შეეძლო, რომ სადმე გადავედი, ან სადმე გადავესვი. გვაქვს ჩვენი მხარდამჭერები, გვაქვს ჩვენი იდეები, ფართოვდებით, ვიზრდებით, კარგად მიდის ჩვენი პარტიის საქმე და დემოკრატიული ცვლილების არ მჯერა პოლიტიკური პარტიების გარეშე. ამიტომ ჩემი უპირველესი ამოცანა არის ჩვენი ფედერალისტური პარტიის გაძლიერება და ფედერალისტური პარტიის გაძლიერებასთან ერთად იმ დემოკრატიულ პარტიებთან თანამშრომლობა, ვისთანათაც მე შემიძლია რაღაც გარანტიები გავცე. არადემოკრატიულ ძალებთან ერთად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, ჩავფლავდები, შევრცხვები. კეთილი, თამარ, ბოლოსკენ უნდა წავიდეთ, წელს ვეღარ შევხვდებით ამ ფორმატში. გილოცავთ თქვენც და აი 2026-ში მაინც დადგება პოლიტიკური ლიდერების გამოკვეთის ეტაპი. კი. ჩემი აზრით და იკვეთება კიდეც იქ უყურებ მე ვიღაცებს და ანუ მოხდება თვითონ შობს, მაგითია ეს პროცესი დიდებული, რომ ძალიან ავთენტური პროცესია და ახალი პოლიტიკური ლიდერები გვეყოლება. რეალურად ასრულებს აი ამ ზემოდან ჩამოგებს. ბიძინა ივანიშვილმა ეს გამარგველაშვილზე რომ გააჩერა არჩევანი, მაშინ ტაბულა ჯერ კიდე პრინტ
ბეჭდური ვერსია გამოდიოდა და მარიონეტების თეატრი გქონდა, ესე ჩამოკიდებული მარგველაშვილი ბევრი ახლა რომ მასთან ერთად აღარ არის, აი ეს მარიონეტების თეატრი გქონდა და აი მაგ მარიონეტების, აი მაგ ძაფებს გლეჩ ზუსტად, აი ეს პროტესტი, რაც არის მათ შორის ოპოზიციაშიც და აი ზემოდან ქვემოთ ჩამოკიდებული ლიდერების დრო, რომელიც იქ ბელადს უჭირავს და მე მოისვრის და მე რაღაც ახალს ჩამოუკიდებს, თითქოს ხალხის სელაპია, რომელსაც წინ ესე კამფეთს ვიღაც ბოროტი ბელადი უკიდებს, ხო? აი ეს მორჩება. აი ეს მორჩება და რეალური ლიდერების დრო დადგა. მადლობა თამარ ჩერგოლეიშვილს, პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება სტუდიაში, მოკლედ ძალიან ისეთი აქტიური განხილვის საგანია, გახდება თუ არა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ელენე ხოშტარიამ გააკეთა ციხიდან დღეს ამ საკითხზე განცხადება, მათ თქვა რომ პოლიტიკური პატიმრები არ ვართ სავაჭრო ერთეულები, რომ ვინმე ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გარიგდეს ვაჭრობა და გამოძრომა კი არა შეტევის და ბრძოლის დროა. მოკლედ აი ესეთი მოწოდება გაისმა დღეს საპატიმრო დაწესებულებიდან პოლიტიკოსის მიერ და ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული გეგმების შესახებ მომავალი წლისთვის, რაზეც ჩვენი წინასტუმარი საუბრობდა. ვიკა ფილფანი გახარია საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. მოგესალმებით ვიკა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ თამარ ჩერგოლეიშვილისგან, როგორც თქვენს პარტიასთან დაკავშირებით, ისე გახარიასთან მიმართებაში. ანუ ისინი ამბობენ, რომ აი ახლა დემოკრატიული ალტერნატივის ოპოზიციაში, დემოკრატიული ალტერნატივის, ხელისუფლების ალტერნატივის ოპოზიციაში ჩამოყალიბების ეტაპი დგას და ნუ რა თქმა უნდა თქვენ ბუნებრივად თქვენი პოლიტიკური ძალა ამაში არ მოიაზრებით. ბევრი მიზეზის გამო ერთ-ერთი ბოლო არის თქვენი გადაწყვეტილება შესულიყავით საქართველოს პარლამენტში. ეს არ გიქმნით გარკვეულ უხერხულობას. აი ხომ არ გაიძულებთ რომ რაღაცა თავის მართლების პროცესში ჩადგეთ თქვენ სამომრჩეველთან და რაღაცა უფრო მეტი აუხსნათ, ვიდრე ამ განცხადებების გარეშე დაგჭირდებოდათ. ხო, რა ვიცი, ხა კრიტიკა მათინებაა და მათი გადასაწყვეტია ვის ჩათვლიან ნამდვილ ოპოზიცია და ვის არ ჩათვლიან. ხო, ხამდენი წელია ოპოზიციაში არიან, მაგრამ ეხლა გადაწყვიტეს, რომ ნამდვილი ოპოზიცია გახდნენ, ხო, რა ვიცი, 13 წელია ოპოზიციაში არიან და რაც 2025 წელს მოუნდათ, რომ ნამდვილ ოპოზიციად ფორმირდა. რა ვიცი, პრობლემები ალბათ ყველამ თავის თავში უნდა ეძებოს, ხო, ჩვენ სამომრჩეველთან თავის სამართლებელი რაც გვაქვს, ამაზე ჩვენ უკვე ვაღიარეთ ის შეცდომა, რაც ქონდა დაშვებული ჩვენ სამომრჩეველთან, ეს იყო საპარლამენტო ბოიკოტი. ჩვენ თუ ამორჩეველი დავუკარგეთ, ჩვენ დავუკარგეთ მხოლოდ ამ მიზეზით, რომ ბოიკოტში გავედით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ახლა დანარჩენი ხალხი გადაწყვეტს შეცდომა გაქვთ დაშვებული. მე ვიფიქრე რომ კი მივხვდი რასაც გულისხმობდით, მაგრამ სხვათა შორის გახარიამ დაამკვიდრა ერთ-ერთმა პირველმა ბოდიში პოლიტიკაში, ხო? გვახსოვს, როდესაც აქციის მონაწილეებს, მაშინ ღამის კლუბებთან დაკავშირებული აქცია იყო, გამოვიდა და საჯარო ბოდიში მოუხადა. ისე ეკუთვნოდა თუ არა 20 ივნის დაზარალებულ აქციის მონაწილეებს სულ ცოტა ბოდიში გახარიასგან, რომ თუნდაც არ თქვა და არ აღიარა ის, რის შესახებაც იცოდა და ალბათ იცის. დამკვიდრა არა, გიორგი გახარია იყო ერთადერთი პოლიტიკოსი ბოლო 20 წლეულის განმავლობაში იმ თანამდებობაზე, რა თანამდებობაზეც იყო, ვინც საზოგადოებას მოუხადა ბოდიში და ეს იმდენად გაუკვირდა საზოგადოებას, იმდენად არ იყო შეჩვეული თანამდებობის მაღალი პირისგან რაღაც შეცდომის აღიარებას და ბოდიშის მოხდას, რომ დღემდე ეს ყველას ახსოვს და ჩვენ გუნდს ზოგადად არ გვიჭირს შეცდომების აღიარება და არც ამ შეცდომებზე რეფლექსია არ გვიჭირს და თავარი ეს არის პოლიტიკაში, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლო და არ გაჯიუტდე და როცა ხედავ რაღაც გზა არასწორია და ამ გზას არ მიყავხარ არც ამ ქვეყნის განვითარებამდე და არც რაღაცა უკეთესისკენ, მაშინ დროულად უნდა აღიარო და გამოასწორო ის შეცდომები და ჩვენ გუნდს ეს ახასიათებს და სწორედ ამას ვაკეთებთ ეხლა. და ჩვენ არ გვაქვს 20 ივნისთან დაკავშირებით, მით უმეტეს ახლა სტრასბურგის 20 ივნისეც გადავალ, ხო, აქ აღიარება არაფერ შუაში არ არის 20 ივნისთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თქვენ რა ვიცი ნახეთ ალბათ და იმედი მაქვს რომ რა ვიცი გაიცანით კიდეც სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე ნაწილი.
აქ ძალიან ნიშანდობლივია, რომ რაღაცნაირად დაყოფილია თითქოს ორ მხარედ, ერთი არის რაც ოპოზიციური მხარე და მეორე არის არაოპოზიციური მხარე და შეიძლება თქვათ პროსახელისუფლებო მხარე, რომელიც ორ სხვადასხვა ნაწილზე აპელირებს ძირითადად ამ გადაწყვეტილებაში, მაშინ როცა რეალურად ეს გადაწყვეტილება ერთ მთლიანობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მთლიანად საქართველოსთვის, იმიტომ რომ მაგალითად ოპოზიციური არც მედია, არც ოპოზიციური ლიდერები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში რაღაც საკუთარ ამორჩეულსაც ატყუებდნენ, უბრალოდ დღეს იმასაც არ ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებაში კარგად არის დაწერილი თეთრზე შავით, რომ მას ბრძანება არ გაუწია. ერთი არის რომ მას ბრძანება არ გაუწია, მაგრამ ოპოზიციური, ასე ვთქვათ, მხარე, რასაც მალავს, ასე ვთქვათ, თავის სიტყვით გამოსვლებში და თავის ფაქტობრივად, რა ვიცი, ბოლო დღეები ამაზე ხმა არ ამუღიათ, ის არის რომ მოგერიების აუცილებლობა იყო და ეს დაადგინა სტრასბურგის დიდმა პალატამ თავის გადაწყვეტილებაში. აქეთ არის მეორე მხარე, პროსახელისუფლებო მხარე, რომელიც საგულდაგულოდ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არის. საგულდაგულოდ მარაოს მეორე მხარე. კი არა, არიან აქციის მონაწილეები, განსაკუთრებით ის დაზარალებული მოქალაქეები, ვინც აბსოლუტურად ახლა ასე ვთქვათ, დაცლილია რაღაცა პოლიტიკური ინტერესისგან, რომ იქ აუცილებელი მოგერება იყო თუ ეს ადამიანები, მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა და არავინ შტურმს პარლამენტზე არ აპირებდა. იმსახურებდნენ პირველ რიგში დაზარალებულს მინდა მიულოცა ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ამდენ წელს განმავლობაში ელოდნენ და პირველ რიგში მათ მინდა მიულოცა, იმიტომ რომ გულწრფელად და ადამიანურად ალბათ ყველაზე დიდი სამართლიანობის გრძნობა მათ გაუჩნდათ და შესაბამისად ჩვენ ყველას გაგვიჩნდათ რეალურად გულწრფელი სამართლიანობა და ის ადამიანები იმსახურებდნენ იმას რომ მათ თავიანთი ბრძოლა 7 წლის განმავლობაში მივიდა აქამდე. მაგრამ ეს ადამიანები ასევე იმსახურებენ, იცოდნენ ვინ გამოძიების საგანია. ნახეთ მოდიე, აი ნახე გავყოთ სამ ნაწილად. მივდივარ აქამდე, ნახეთ. ამიტომ ვიძახი რომ ორი მხარეა შეხედეთ. ქართული ოცნება საგულდაგულოდ მალავს ასევე ამ გადაწყვეტილებაში იმ ნაწილს, სადაც უწერია სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომ გადაცდომა და ძალის გადამეტება, ან დანაშაული მოხდა 4 კონკრეტულ შემთხვევაში, სადაც იყო გამოყენებული ტყვიები. ტყვიების სროლის ბრძანება არ გაუწია არც გიორგი გახარიას და არც გიორგი გახარიას მოადგილებს. ამას საგულდაგულოდ მალავს ქართული ოცნება და პროსახელისუფლებო მედიაც მათ შორის, ხო? აქ ხო არის ორი ნაწილისგან ხო შედგება, ნახეთ. საჯაროდ, სანაც საჯაროა ეს დოკუმენტი და ყველას შეუძლია ნახოს, მაგრამ შეუძლია ნახოს და წაიკითხოს. ეს გადაწყვეტილება არის ერთი მთლიანი გადაწყვეტილება. პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ინტერესისგან დაცლილ ადამიანებს. მაგალითად, თქვენ შეკითხვა მიჩნდება, მაგრამ ჩემთვის უპირველესია. მაგალითად, აი აქ მოიყვანეთ ქართული ოცნების ნებისმიერი წარმომადგენელი და დაუსვით კითხვა, ვინ გაცა ბრძანება. გამოცინეთ, მე მგონი თქვენ ხართ ერთადერთი, არ ვიცი, ქართული ოცნების ქართული წარმომადგენელი. დავასრულებ ვიკა. მე არ მახსენდება. წლებია, ხო, წლებია, ბოდიში ჩვენ თქვენგან განსხვავებით ქართული ოცნების წარმომადგენლების ასე ცოცხლად ხილვის შესაძლებლობა არ ქონია და თუ თქვენ დაარწმუნებთ ვინმეს ქართული ოცნები და თქვენს კოლეგა დეპუტატებს რომ შეიცვალონ საკუთარი დამოკიდებულება და პოლიტიკური ინტერესებისგან აბსოლუტურად დაცლილ მედიაშიც მივიდნენ ხოლმე თქვენი ჟურნალისტები და შეუძლიათ რომ იკითხონ ხო ძალიან კარგი ჟურნალისტები ყავთ ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალისტები ყავთ ვინც ოპერირებენ მათ შეუძლიათ რომ იკითხონ ძალიან მარტივად ქართული ოცნების წარმომადგენლებს რომ ასე დებატებს რომ კიდევ სხვა შედეგის მოტანა შეუძლია ხოლმე პირველი ამიტომ კითხვა აი მოქალაქეს თუნდაც დაინტერესებულ მხარეს ხომ უნდა გაუჩნდეს კითხვა პირველ რიგში ვისთან უნდა გაუჩნდეს ეს თუ გადაწყვეტილება მაშინ მოდი ოპოზიციურმა მხარემ ლიდერები რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში გახარიასკენ იშვერდნენ მხარს გამოვიდნენ და თქვა აღიარებენ და ეთანხმებიან თუ არა ამ გადაწყვეტილებას სტრასბურგის გადაწყვეტილებას ჩერგოლეშვილი ამბობს რომ ძალიან კარგად გამოიყენებენ ისინი ზოგადად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას რომ აი ესეთი სასტიკი მეთოდებით მოქალაქეებთან ანგარიშ სწორება დაიწყო არა ახლა ქართულმა ოცნებამ არამედ ჯერ კიდევ 2020 წლის 2019 წლის 20 ივნისს ეს ძალიან კარგად ებმის სხვათა შორის ემა იმ BBC-ს გამოძიებას. ანუ ერთი ხელწერა იყო მაშინაც და ახლაც თქვენც ეთანხმებით BBC-ს ამბავს. მოდი აი ეს თემა რო ამოწურო და ეს თემა რო დავყურო. ძალიან საინტერესო რაღაც მითხარით, ანუ
ამ გადაწყვეტილებაში ძალიან ნათლად წერია, ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ეს არის ერთი მთლიანი გადაწყვეტილება, რომელიც შედგება მთლიანად, ანუ არ შეიძლება რომ ერთი ნაწილი ამოგვლიჯოთ, არ შეიძლება რომ მეორე ნაწილი ამოგვლიჯოთ. არის ორი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ერთ მხარეს შეიძლება აწყობდეს ერთი, მეორე მხარეს აწყობდეს ორი, მაგრამ ობიექტური რეალობა არის ამ ორივე მოცემულობის ერთობა. ერთი პირველი რომ მოგერიების აუცილებლობა იყო, იმიტომ რომ პარლამენტზე ხორციელდებოდა შტურმი. გავიგეთ ეს. აღიარებენ ორივე მხარე, გეტყვით, გადავალთ ამაზე. აი მინდა რომ ლოგიკურად მივიდე და მაყურებელიც ლოგიკურად მივიყვანო აქამდე, ამიტომ მინდა რომ დამაცალოთ რომ მივიდე აქამდე. აუცილებლად. კითხვა ჩდება, ვინც აღიარებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას, შესაბამისად აღიარებს იმასაც, რომ მოგერიების აუცილებლობა იყო, იმიტომ რომ ხორციელდებოდა პარლამენტზე შტურმი. ახლა ამ გადაწყვეტილებაში წერია ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ გადაცდომა და ძალის გადამეტება იყო 4 კონკრეტულ შემთხვევაში, 4 კონკრეტულ кейსში, სადაც გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები. რეზინის ტყვიების ბრძანება არ გაუწია შინაგან საქმეთა მინისტრს და არ გაუწიათ მის მოადგილეებს. იბადება ლოგიკური კითხვა. ვინ გასცა ტყვიების სროლის ბრძანება? ამ შეკითხვაზე პასუხისგაცემა შეუძლიათ თქვენს პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც არის პოლიტიკურ დუმარებაში. ნახეთ, ემა ძალიან დიდი განსხვავება სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შორის. ჩვენ ვუფრთხილდებით ამ პროცესს ამდენი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ეს არის გამოძიების საგანი, გეტყვით რომ ეს არის გამოძიების საგანი და თუ ვინმეს მიმართ ეს კითხვა უნდა დაისვას, პირველ რიგში უნდა დაისვას ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მიმართ. კონკრეტულად აი იმ მაღალჩინოსნების მიმართ არ ვხდებით ემას მონიშნული მაქვს, მინდა რომ გავყვეთ ამ ფაქტს. ანუ კონკრეტულად რომელი მაღალჩინოსნების მიმართ? აი ხომ ამბობენ ქართული ოცნების წევრები. ჩვენ ბიზნესი დაბარებული იყო, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარე და მას ჰქონდა ყველაზე დიდი გავლენები როგორც პარლამენტზე, ასევე პოლიტიკაში, შეეძლო ასეთი ბრძანების გაცემა. გონივრული ეჭვი არსებობს, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა იცოდეს ყოველ შემთხვევაში. ჩვენ ასევე დიახ. ჩვენ ასევე გამოძიებაზე ბოდიში მასთან შეთანხმების გარეშე მესმის მასთან შეთანხმების გარეშე ეს არ მოხდებოდა ანუ პროკურატურამ უნდა დაიბაროს და დაუსვას კითხვები ფიქრობთ გავიგე მაგრამ თქვენი ვერსია როგორია ეჭვი არსებობს რომ მას შეიძლება კონდეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია იმიტომ რომ ის იმ დროისთვის იყო ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა საქართველოს პოლიტიკაში მეორე პირი რომელზეც დაყენებული გვაქვს შუამდგომლობა რომ დაიბარონ ეს არის ირაკლი კობახიძე რომელმაც ჩამოიყვანა გავრილოვი ჩასვა თავის სკამში პარლამენტის თავმჯდომარის სკამში შემდეგ მიიმალა ადგილიდან ქვეყნიდან წავიდა არ გადადგა და გაიქცა თავიდან ბოლომდე იმ პასუხისმგებლობას რაც იქ მოხდა ასევე გომელაური და ასევე მდინარაძე მასპინძელი ფრაქციის თავმჯდომარე და გომელაური რომელიც იყო სუსის ხელმძღვანელი ხო, მაგრამ აი თქვენ ამ საუბრობდით, რომ ერთად უნდა ერთ ხაზში, მე მგონი ასეთი სიტყვა იხმარეთ, ერთ ხაზში უნდა განვიხილოთო გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლა, როდესაც სულ ცოტა რაც დაგვიდასტურა სუსის გამოძიებამ გამოყენებულ იქნა ქიმიური ტოქსინი, რომელიც შეურიეს წყალში, რასაც საკმაოდ მძიმე ინტოქსიკაცია მოჰყვა მოქალაქეების მხრიდან და 20 ივნისის აქციის დაშლის მეთოდები, ანუ მე სწორად რაში უნდა გავავლოთ სტოლობის ნიშანი. გეტყვით, აი ხა ზუსტად აგიხსნით რაში უნდა გავალოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი 20 ივნის სტრასბურგის გადაწყვეტილებაში და ვინც ამ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეთანხმება, ის უნდა დაეთანხმოს ამ გადაწყვეტილებაში მოცემულ ყველა პუნქტს. იმას, რომ იყო მოგერიების აუცილებლობა, იმას, რომ ძალის გადამეტება მოხდა. შტურმი იყო აქაც და იქაც? ანუ ძალიან განსხვავდება. და ვივალე ხა იმა დამასრულებინეთ და ის რომ კონკრეტულ кейსში იყო ძალის გადამეტება და ეს მოხდა რეზინის ტყვიებით და რეზინის ტყვიების ბრძანება არ გაუწია გიორგი გახარიას და მის მოადგილეებს. კითხვა ისმის ვინ გაცა ბრძანება. კი ბატონო, გავიგეთ ეს. რაც შეეხება BBC-ს გამოძიებას, ხო? აქ აღმოჩნდა, როდესაც BBC-მ გამოაქვეყნა თავისი გამოძიება, აქ ძალიან ნათლად წერია, რომ მოხდა ქიმიური ნივთიერების გარევა წყლის ჭალში და იმასაც შესავალსაც გავაკეთებ, რომ შარშან დეკემბერში და ნოემბერ-დეკემბერში არანაირი საჭიროება არ იდგა აქციის დაშლის, იმიტომ რომ იქ არ შტურმი მიმდინარეობდა, იქ იდგა მშვიდობიანი მოსახლეობა, მშვიდობიანი მოქალაქეები და იქ არავით არის საჭიროება
დარბევის არ არსებობდა, მოგერიების არ არსებობდა. რაც შეეხება წყალში გარეულ მოქალაქეების დაშლის 20 ივნისსა და ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ხელწერა ის რომ როდესაც გამოქვეყნდა BBC-ს გამოძიება თქვენც ალბათ დააკვირდებოდით იმას, როგორ ერთმანეთსგან განსხვავებული, რადიკალურად განსხვავებული განცხადებებით გამოდიოდნენ კობახიძე, მდინარაძე, სხვადასხვა ლიდერები, ქართული ოცნებიდან, იმიტომ რომ თავადაც არ იცოდნენ რაში იყო საქმე და მე მართლა შეიძლება ვიფიქრო, რომ მათმა უმეტესობამ საერთოდ არ იცოდა, იყო თუ არ იყო გარეული წყალში ნივთიერება, ან რა ნივთიერება იყო გარეული და ამასაც ვიტყვი, რომ რა ნივთიერებაც არ უნდა იყოს წყალში გარევა, ნებისმიერი ნივთიერების არის დანაშაული. ეხლა თავი რომ დაიძრუნეს თავისი გადმოსახედი და რო თქვეს, რომ ეს კამიტი არ არის და სხვა ქიმიური ნივთიერება, რომ ესეც დანაშაულია, რომელიც თავადვე აღიარეს ყველა ტიპის განცხადებები გაძლევთ იმის ნივთიერების საფუძველს, რომ შესაძლებელია. კი, რა თქმა უნდა, გამოძიება არ ჩაუტარებიათ, ეხლა ის გამოძიება არ ჩაუტარებიათ, რომელსაც შეიძლება რომ ნდობა გამოუცხადოთ მოქალაქეობა. უბრალოდ კობახიძე იყო დაბნეული, საერთოდ არ იცოდა რაზე იყო ლაპარაკი. ის ხომ იცოდა მოქალაქეებს რომ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მოწყაროთ ცემდნენ, ეს ფიზიკურად ამას ფიზიკურად თავს ვერ არიდებდნენ. ხო, ამ შემთხვევაში ხო საუბრობთ BBC-ს გამოძიების წყლის ნაწილზე ხო საუბრობთ ჩვენება. წყლის ნაწილზე ხო საუბრობთ? კი ბატონო. კობახიძე დაიბნა წყლის ნაწილზე, იმიტომ რომ მე მგონია რომ მას საერთოდ არ იცოდა, შესაძლო არ ცოდნოდა. ან შეიძლება იცოდა და მე თავი მოიკატუნა. ასევე დაიბნენ სხვა ლიდერები. ასევე სუსმა საერთოდ სხვა განცხადება გააკეთა, კობახიძემ სხვა განცხადება გააკეთა და აქაც კითხვა ჩდება. მაშინ ვინ იცოდა წყალში იყო თუ არა ნივთიერება გარეული ან რა ტიპის ნივთიერება იყო? კერესელიძის განცხადებამ იმ თემაზე, რასაც ჩვენ საუბრობთ და ვერ მიგიყვანეთ ბოლომდე, კერესელიძე ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისსა და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხომ არ იყო ერთი და ადამიანის მიერ გაცემული ბრძანება. ანუ მე ლოგიკურად მივდივარ აქამდე, ემა, ხო? ანუ ამის ეჭვიჩდება, ხო? ეს ლოგიკურია, მე პირდაპირ მოსაზრებებით ხო არ შეიძლება რომ უბრალოდ ამაზე ვისაუბროთ, ლოგიკური ჯაჭვი ხო არის. დღეს რო ყველაფერი ნათელია, ეს ბოლო 7 წელია ხო რაღაცეები ფაზლებით იწყობოდა ემა. ხო არ შეიძლება რომ მე გამოვიდე და გავაკეთო შეფასება. ეს არ არის საქმე, რომელზეც შეიძლება მე პოლიტიკური შეფასება გავაკეთო ჩემი ინდივიდიდან და ჩემი პირადი გადმოსახედიდან გამომდინარე. ამაზე შეფასება უნდა გააკეთო მთელი ამ პროცესიდან გამომდინარე ერთად ჯაჭურად. კი, ეს კითხვა ჩდება. ერთი ხელწერა, მაგას ამბობთ. შესაძლოა იყოს და გონივრული ეჭვია რომ ერთი ხელწერა ერთი და იგივე ადამიანმა გასცა როგორც გაზის შერევის ბრძანება, ასევე რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება. გამოძიების საგანია ემა. ამ გამოძიების, აი ამ საგამოძიებო, რა ვიცი, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩატარებული გამოძიების, ანუ თუნდაც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში საუბრობთ დარწმუნებული, ბატონო? არა, ქართული ოცნების პირობებში ჩატარებული გამოძიება რომ სანდო არ არის, ჩვენ ამიტომაც მოვითხოვეთ ამ BBC-ს გამოძიებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია პარლამენტში და იმედი გვაქვს რომ მე საერთაშორისო და დამოუკიდებელი გამოძიება დაადგენს ამას და 20 ივნისთან დაკავშირებით თუ რამე საგამოძიებო ღონისძიებებია მოსწრებული ეს იყო გიორგი გახარიას მმართველობის დროს და ბოლო 5 წელი არაფერი არ მომხდა რა მიმართული გამოძიება არ ყოფილა პოლიტიკოსი ხართ ხო მესმის რომ თქვენ სამართლებრივი სტანდარტებით უდგებით ამ საქმეს და საუბრობთ და ამბობთ რომ ვიდრე ვიღაცას რაღაცაში ხელაღებით დაადანაშაულებ, ამისათვის შენ გჭირდება რაღაცა უტყუარი მტკიცებულებები. თან აქვე, რა ვიცი, გამორიცხავთ, რომ ქართული ოცნების გამოძიების პირობებში გამორიცხულია, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს. გარდა სამართლებრივი როგორც თქვა, მართლმსაჯულებისა, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს სახალხო მართლმსაჯულება, ანუ პოლიტიკური გადაწყვეტილების დონეზე მიღებული, ანუ ერთი დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, საჯაროდ ხალხისთვის, იმ პირის მხრიდან, ვის მიერ ინფორმაციის მიწოდებაც იქნებოდა აქმული როგორც სანდო, გულისხმობ გიორგი გახარიას, იქნებოდა თუ არა პოლიტიკური განაჩენი ქართული ოცნებისთვის ხალხის მხრიდან, მანამ სანამ ობიექტური გამოძიება და ობიექტური სასამართლო მოიკიდებდა ფეხს ჩვენს ქვეყანაში. ამას მაინც რატომ აფერხებთ? ანუ გამოძიება თქვენს ხელში არ არის, ხო, მაგრამ ეს ხომ არის თქვენი ნაწილობრივ თქვენს ხელში. განმავლობაში რატო არ გვიჭორავია?
რატო არ იჭორავა გიორგი გახარიამ? ხო შეეძლო 7 წლის წინაც ან 2021-ში ეხლა რასაც ითხოვთ გიორგი გახარიასგან ის გაეკეთებინა. ანუ ჭორის დონეზე აქვს ინფორმაცია გიორგი გახარიას 20 ივნისთან დაკავშირებით. თუ ჭორის დონეზე არა, ხო და ამაზე ვსაუბრობ. ზუსტად ეს კითხვები და ეს ეჭვები რომ არ გაჩნდეს სახალხო მართლმსაჯულებას. ეს ეჭვები რომ არ გაჩნდეს, მან გარკვეული არგუმენტაცია უნდა წარმოადგინოს. შეიძლება სრულიად სანდო იყოს ბატონი გიორგი გახარიას გაკეთებული განცხადება. ვიღაცისთვის ამ ქვეყანაში შეიძლება არ იყოს. ხო, შეიძლება არსებობდნენ ესეთი ადამიანებიც. არა, მესმის, მაგრამ ყველა მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი, ასე ვთქვათ, შეხედულებებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილება მინიმუმ უნდა ეყრდნობოდეს ობიექტურ მოცემულობებს და არა პირად სიმპათიას, ან პირად მოსაზრებას, რომელიც გინდა რომ სადღაც გაგიმყარდეს და მე მესმის ეხა ეს. აი, ჩორჩენას საქმესთან დაკავშირებით მას ხომ არ გარჭირებია საჯაროდ, რა ვიცი, ესაუბრა, დაესახელებინა კონკრეტული ფაქტები, პირები, ვინც იყო ჩართული ამ პროცესში, ვინ იყო ინფორმირებული, ვინ არ იყო ინფორმირებული, რა გახდა ამ შეკითხვაზე პასუხთან მიახლოება, მაინც რომ ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისს იყო ეს. ჩვენც კითხვა გვაქვს ემა, რომელიც აუცილებლად ამ შეკითხვაზე პასუხი როგორ ჩანს. ეს კითხვა გამოძიებასთან და ჩვენც გვაქვს ეს კითხვა ქართულ ოცნებასთან. დაადგინოს ქართულმა ოცნება თავის მხრივ დაადგინოს ყოველ შემთხვევაში ვინ არის ბრძანების გამცემი პირი 20 ივნისს. მოლოდინი რომ შესაძლებელი არ ვიცი ბიძინა ივანიშვილი, გომელაური, ლილუაშვილი ამოთხოვნილი როგორც ვიცი ადვოკატის მიერ გამოსაკითხები. არა, უბრალოდ ჩიხში არის ქართული ოცნება და გეტყვით ახლა რატომ არის ჩიხში, იმიტომ რომ მათ სამართლებრივი დევნა დაიწყეს როგორც თავად ამბობენ გიორგი გახარიას მიმართ, მას შემდეგ რაც სტრასბურგის პირველი მოსმენის შემდეგ გამოძიებასთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები და ამან მათ თითქოს გაუჩინა ის საფუძველი რომ დაეწყოთ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა და შესაბამისად თუ ისინი იზიარებენ ბოლომდე სტრასბურგის უკვე დიდი პალატის გადაწყვეტილებას, მაშინ ქართული ოცნება ჩიხშია. იმიტომ რომ ის საქმე, რაზეც გიორგი გახარიას ედავებიან, ეს არის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, რომელიც დაორგანიზა გიორგი გახარიამ. თუმცა ჯანმრთელობის დაზიანება იყო 4 კონკრეტულ кейსში, სადაც გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები და სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ძალიან ნათლად არის მოტანილი, რომ რეზინის ტყვიების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუწია და ასევე პირველ მოსმენაზე, როდესაც იყო წლის დასაწყისში სტრასბურგის პირველი მოსმენა, აქ თავად დაზარალებული მხარის ადვოკატი ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ გიორგი გახარიას არ გაუწია ტყვიების სროლის ბრძანება, ასევე არ გაუწიათ მის მოადგილეებს. ამიტომ ფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, არ ვიცი, მართლაც რას ზეიმობდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები ცოტა გაუგებარია და ასევე ცოტა გაუგებარია რას ზეიმობდნენ ის ხალხი, ვინც ამდენი ხანი უარყოფდა იმას, რომ შტურმის გაუჩნდეთ, რომ მოითხოვონ თქვენი პოლიტიკური ლიდერის, რა ვიცი, ექსტრადირება და თუ ის ქვეყანა, რომელშიც გიორგი გახარია არ იმყოფება, ამაზე უარს ეტყვის საგამოძიებო უწყება. არა, რის საფუძველზე, მაშინ უნდა შეცვალონ, მაშინ ეს უნდა გაიტანონ ეს სარჩელი და რაღაცა ახალი მოიფიქრონ, რომ ამ სარჩელს დაყრდნობით აუცი ხა წეს თუ გონება უჭრით, ხვალვე უნდა ადგნე და უკან უნდა გამოიტანონ, იმიტომ რომ უბრალოდ კოლიზიაში, სამართლებრივ კოლიზიაში მოდის ემა. ეწინააღმდეგება ლოგიკურად ერთმანეთს. გიორგი გახარიას განცხადებებიც მოდის ერთმანეთთან. რომელი ერთი, აბა რომელია წლების განმავლობაში რომ საკუთარ თავზე იღებდა პასუხისგებლობას. პოლიტიკური პასუხისგებლობა ზუსტად იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მას არც მიუღია და არც იცის ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. პოლიტიკურ პასუხისგებლობასა და სამართლებრივ პასუხისგებლობაში ძალიან დიდი სხვაობაა. ხო ეგრეა, ხო ძალიან დიდი სხვაობაა. ეხლა რა ვიცი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით კი აიღეს იქ ვიღაცაებმა პოლიტიკური პასუხისგებლობა, მაგრამ სამწუხაროდ სამართლებრივადაც არის იქ ხალხი დაჭერილი სამწუხაროდ. ზოგჯერ არის დიდი სხვაობა და ზოგჯერ ერთი ნაბიჯიც არ არის პოლიტიკური პასუხისგებლობიდან სამართლებრივ პასუხისგებლობამდე. სამწუხაროდ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პასუხისგებლობის აღების გამბედაობა ძალიან ცოტა ადამიანს აღმოაჩნდა. ამიტომაც კითხეთ რომ არ გაშენია სურვილი პოლიტიკური პასუხისგებლობა. მესმის აბსოლუტურად, მაგრამ ამიტომაც კითხეთ თავიდან რომ აი პოლიტიკური პასუხისგებლობის შემდეგ რატომ არ გაუჩნდა თუნდაც პოლიტიკური ბოდიშის თქმის სურვილი გიორგი გახარიას. მოდი სხვა რამეზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ძალიან ბოდიშისთვის უნდა მოიხადა გიორგი გახარიას. ხო, ეხა ეს თავისი ინდივიდუალური პიროვნული თემაა და ეს პიროვნულ ამბავში ხო, ეხა ეს პოლიტიკური გასარჩევის პოლიტიკური
უკანონო ბრძანების გამო კი, რომელიც დაშავდნენ. გიორგი ხარიას არ გაუწია და მოდი გამოვავლინოთ სამართლებრივად ვინ იყო და სამართლებრივად და შეიძლება იმ ადამიანების ნაცვლადაც გიორგი ხარია მოიხადოს ბოდიში ვინც ტყუების სამართლებრივი პასუხისმგებლობა ადამიანური ფაქტორია ება ხო ადამიანური ფაქტორია ამიტომ იჭრებით ადამიანის პირად ინდივიდუალურ გადმოსახეს ხო ხა გიორგი გახარია მოცივნის დაიცვა შტურმისგან ისა პარლამენტის შენობა რომელიც დადასტურდა სტრასბურგის გადაწყვეტილებაში და ხა ბოდიში მარიცი წარმომძღვარე წინ რომ მისგან მოქალაქეებს ბევრი პოლიტიკური ბოდიში გავიგე მაგრამ ბევრი პოლიტიკური ბოდიში არ გვახსოვს გახარიასთან და ამიტომაც გამახსენდა ხო არა ნუ არ ვიცი ხა ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ნამდვილად და ბოლო თემა მინდა გითხოთ აი თქვენ არ გაქვთ საქართველოს ობიექტური გამოძიების იმედი მაგრამ თანამშრომლობთ გამოძიებასთან გახარიას საქმესთან დაკავშირებით ამ დროს აი ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებთ იმის გამო რომ ხა მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს თქვენი სიტყვები არ არის რომ ნაციონალურ მოძრაობას როცა აწყობს მაშინ არსებობს სასამართლო როცა აწყობს არ არსებობს როცა აწყობს მაშინ სხვებს ლანძღავს იმის გამო რომ ვიღაცები მიმართავენ სასამართლოს როცა აწყობს თავადაც ანუ რა ვიცი აი რა პრეტენზია გაქვს ნაციონალურ მოძრაობას რომ არ მან სასამართლოში არ მივართ ან გამოძიებაში არ მივართ საგამოძიებო კომისიაზე მივედით სადაც არ მივიდა არავინ ხო მიუხედავად იმისა რომ ესეთ პირობებში ვიმყოფებით და რა ვიცი დადასტურებულად ვამბობთ რომ არ გვაქვს იმედი რომ ეს ობიექტური იქნება მაგრამ ის ბერკეტი რაც არსებობს და რაც შეიძლება რომ გამოიყენო უნდა გამოვიყენოთ და აუდგეთ და შემდეგ უკვე საერთაშორისო გამოძიებისთვის ეს შეიძლება იყოს რაღაცა ტიპის სტანდარტში ადანაშაულებთ ამ შემთხვევაში ეგ არის ჩემი პასუხიც იქ ეგ წერია ეხლა თან სხვებს აქილიკებდე და სხვებს ადანაშაულებდე თანამშრომლებს და მოთანამშრომლებს ეძახდე მაშინ როცა შენც რა ვიცი როცა დაგჭირდება იგივეს აკეთებ ხო ეს დარწმუნებული ხართ რომ არ გააუქმებს ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას რა პრობლემაა მიმართოთ არაფერი რა პრობლემაა ჩვენც ეგ ვთქვით რომ რა ვიცი როცა უნდა მიმართო როცა უნდა არ მიმართო ფიქრობთ მათი მხრიდანაც ხო ეხლა ამას ნახავთ ეხლა რა იქნება ეხლა ქართულ ოცნებას რომ ნაციონალურ მოძრაობის გაუქმება არ უნდა ეხლა ეს რა ვიცი მე მგონი ახალი ამბავი არ არის ხო ეხლა 13 წლის განმავლობაში ჯერ ერთი ვიტყვი რომ არ შეიძლება ზოგადად პოლიტიკური პარტიების აკრძალვა კონსტიტუციური არ არის ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რომელი პარტია იქნება და რომელი პარტია იოპერირებს ქვეყანაში და ხალხმა გადაწყვიტა ეს უკვე 2012 წელს და ძალიან კაფეო არაუთხრა ნაცმოძრაობას და შემდეგ ქართულმა ოცნებამ რა ვიცი ყველაფერი გააკეთა რომ ეს პარტია გაიცოცხლებინა და ფეხზე დაეყენებინა და ეხლაც ეს უბრალოდ მე მგონია რომ ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის და ამომრჩევლის დასაწყნარებლად შემოგდებული თემა არის, იმიტომ რომ უკვე ამომრჩევლსაც ციან თქვენი ამომრჩევლსაც მობეზრდა რომ შემოგდებული თემაა და რეალურად არანაირი გაუქმება არ ემუქრება. მე მგონია ნაცმოძრაობის ბევრი რამე იციან ამის გარდა კიდე სხვა და რა ვიცი ამას გავიგებთ ალბათ რო გვიჩვენებს ამ ყველაფერს და ამიტომ ახლა ქართული ოცნების ამომრჩევლსაც ხო კითხვა გაუჩნდა და პრეტენზია გაუჩნდა რომ ახლა 13 წელია მართლა ნაცები დავასრულეთ აღარ მივეცით ხმა 2012-ში და ვიბრძოლეთ რომ თქვენ მოსულიყავით და კიდე ნაცები არიან და ხა კიდე ნაცებია ორგანიზებენ იქ შტურმებს და ვარდებიან იმაში ხა სახელმწიფო ინსტიტუციებში და ხა თუ ამათი მოშორება არ შეგიძლიათ მაშინ უკვე კითხვის ნიშანი გესმის ხო ქართულ ოცნებასთან მიმართებით ხა ამიტომ გონია რომ ეს თავიდან ბოლომდე არის ქართული ოცნების ამომრჩევლის დასაწყნარებლად მიმართული თუმცა ხა მეორე ხელით რომელიც თავიდან ბოლომდე გაქრობა რა თქმა უნდა არა სასამართლოს კანცელარიაში რომელი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო ალეკო ლისაშვილი იყო ერთ-ერთი ბოლო ოპოზიციონერი რომელიც შეიჭრა 4 ოქტომბერს გავიხსენება ხა 4 ოქტომბერს შტურმი დაანონსა ნაცმოძრაობამ და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრა ხა ეგ შტურმი მოძრაობა არ იყოს პასუხისმგებლობას 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ხო რა ვიცი ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ოდელავა ჩვენ ვიცოდით რომ ნაცმოძრაობის წევრები იყვნენ და ხა მაშინ ვარი განაცხადონ და მამლის ყვილამდე უარყონა ეს თავიანთი მადლობა ვიკა ფილფანი გახარია საქართველოსთვის დეპუტატი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი რეკლამის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ლევან სანიკიძეს მოვუსმენთ. ვიძინა ივანიშვილის გარეშე, აი როგორ წარმოგიდგენიათ, შეგიძლიათ ძირითადი მონახაზი მაინც დამანახოთ, სად აორთქლდება ვიძინა ივანიშვილი ქართულ ოცნებასთან ერთად და ვინ ჩაატარებს არჩევნებს, რომელშიც თქვენც მიიღებთ მონაწილეობას. არ მიყვარს ხოლმე უცხო ქვეყნის მაგალითების მოყვანა, მაგრამ აი რა ვიცი მე სომხეთის ეს გახსოვთ, რა ქვია, ვთქვათ, ცვლილება, დემოკრატიული ცვლილება, მთელი სომხეთის ქუჩები სავსე იყო ხალხით. ბულგარეთი გახსოვს უყურეთ? სავსე იყო ხალხით. ბევრი ხალხი როცა დადგება ქუჩაში. და ამ ხალხს ეყოლება
დემოკრატიული ალტერნატივა, რომელიც მის ინტერესებს ემსახურება. და ამ დემოკრატიული ალტერნატივით შთაგონებული იყვირებს გადადექის, რეჟიმი გადადგება, იმიტომ რომ შეუძლებელია კობახიძემ და მდინარაძემ კიდე ერთი ისეთი ნიაღვარი აწიონ, რაც ნოემბერში და დეკემბერში იდგა და ეს ნიაღვარი გარდაულად დადგება. აუცილებლად დადგება თუ ჩვენ შევძელით და მიმზიდველი ნორმალური დემოკრატიული ალტერნატივა შევქმენით, ავტოკრატებისგან თავი გავითავისუფლეთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენგან გვერდზე გავწიეთ და კრისტალიზდით როგორც დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრი, რომელიც სხვადასხვა გემოვნების საქართველოს ამომრჩეველის ინტერესებს ემსახურება და მისი პირიდან როცა სიტყვები ამოდის, ეს სიტყვები ქართველ ამომრჩეველს ეხება და არა რომელიმე ბელაც, რომელიმე დონორს, ანუ ქართველი ამომრჩევლის გულში და გონებაში აღწევს და არა ემსახურება რომელიმე დონორის ან ბელადის ან კერპის გულის მხანას.